შეჭამანდების რეცეპტებს ძირითადად ჩემი 85 წლის ბებო მიზიარებს. დღეს მოვამზადებ შეჭამანს ხოლოს გამხმარი ფოთლებისგან. ამ მცენარის თითოეული ნაწილი ერთნაირად სასარგებლოა. მომზადება კი უმარტივესი. მცენარეს გავრეცხავ, მოვათავსებ ქვაბში, დავფარავ წყლით და წამოვატუღებ. პირველ ნახარწვენს გადავუღრი, მოვხარშავ კარგად და დავკუწავ წვრილად. სხვა ქვაბში ზეთში გავხსნი ფქვილს და დავამატებ ნახარს წვენს. შემდეგ დაკუწვო მცენარეს. შევურევ ნიორსა და ნიგოს, ასევე მარილს და უგემრიელესი შეჭამანდი მზადაა. მაინტერესებს სხვა შეჭამანდების ისტორიაც, როგორ გადმოვიდა ეს რეცეპტები თაობიდან თაობამდე. თითოეულ შეჭამანცხომ თავისი უნიკალური ისტორია აქვს, ისევე როგორც ჩვენ ადამიანებს. ზოგი ბებიის ხელებიდან მოდის, ზოგი უტკბესი სოფლის ეზოდან, ზოგი კი იმ დროიდან, როცა მარტივი ინგრედიენტებით განსაკუთრებით ძვირფას კერძებს ქმნიდნენ. სწორედ ეს ისტორიები, მოგონებები და გადმოცემული ცოდნა კიდევ უფრო ძვირფას ხდის თითოეულ შეჭამანს.